პლასტიკური ბარათებიდან თანხის უკანონო თვითვისების ბრალდებით დაკავებულია 3 პირი. ვაკე საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებმა ბენზინ გასამართი სადგურის ოპერატორი ლევან ფირანიშვილი და მისი თანამზრახველი ილია გოდერძიშვილი დააკავეს. კლიენტმა საწვავის ჩასხმის შემდეგ ანგარიშსწორება ოპერატორთან პლასტიკური ბარათით განახორციელა. ოპერატორმა ბარათის მონაცემები დაიმახსოვრა და თანამზრახველთან ერთად ინტერნეტ კაფედან ტოტალიზატორ აჭარა ბეძზე სათამაშოდ, სადაც დარეგისტრირებული იყო არარსებული პიროვნების სახელით ანგარიშიდან თანხა უკანონოდ მოხსნა. ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა თბილისის ერთ-ერთ რესტორანშიც. მიმტანმა ომარ მახათაძემ კლიენტის ბარათზე არსებული თანხა იმავე მეთოდით მიითვისა. დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ. დაკავებულია ილია გოდერძიშვილი, ბენზინგასამართ სადგურის ოპერატორი ლევან ფირანიშვილი და რესტორნის მიტანი ომარ მახათაძე. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით აწარმოებს ვაკე საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველო. შევამოწმე ინტერნეტის საშუალებით ჩემი საბარათი ანგარიში და აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 3000 ლარი იყო ამ ბარათიდან მოხსნილი. შემდგომ ბანკიდან გავარკვიე, რომ გადაიხადე ჯიდან ამ საიტიდან იყო გადახდილი თანხა აჭარა ბეძზე. მოვიდა მანქანა, გოგონა, მანქანით მომაწოდა ბარათი, ჩაისხა საწვავი. ბარათი რომ მომაწოდა, მე დავიმახსოვრე ეს კოდები. დავიმახსოვრე, ჩვეულებრივ მომსახურე გავუშვი და 3-4 დღის მერე შევქმენი აჭარა ბეძის საიტი, არარსებული, ჩემით გავაკეთე სხვის სახელზე და აქედან ინტერნეტის საშუალებით გადავრიცხე, მოხსენი ამ ბარათიდან თანხა 3000 ლარი.